ნარკოდამოკიდებულება არ არის ლოკალური პრობლემა. ეს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის პრობლემაა, რომელიც მავნე ნივთიერებებზეა დამოკიდებული და ამ პროცესშია ის იბრძვის. თანამედროვე მიდგომებითა და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებით დღეს სრულად შესაძლებელია ამ გამოწვევის დაძლევა. სწორედ ასეთი ისტორიებს გაგიზიარებთ დღეს ჩვენს ეთერში, ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც ხშირად უჩინარი, მაგრამ ძალიან რეალური პრობლემაა. ეს ნარკოდამოკიდებულება. ბოლო მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 269 მილიონი ადამიანი იყენებს აკრძალულ ნარკოტიკებს, მათ შორის კი 36 მილიონი აქტიური მომხმარებელია. ეს მონაცემები ცალსახად გვიჩვენებს, რომ პრობლემა არც იშვიათია და არც გარკვეული ჯგუფების გამოწვევაა. ის ბევრი ოჯახის, ბევრი ადამიანის და მათ გარშემო მყოფი ადამიანების პრობლემაა. თუმცა ხშირად უხილავი რჩება. საზოგადოებაში არსებობს ამ საკითხების მიმართ სტიგმა და არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. ინფორმაციის გაცემა და ნარკოდამოკიდებულებაზე საუბარი კი საკითხის პოპულარიზაცია ნამდვილად არ არის. ეს არის აღიარება, რომ საზოგადოებაში პრობლემა რეალურია. როგორ შეიძლება ხმამაღლა ლაპარაკი, გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა გადაწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს და რა ძალა აქვს წარმატებულ ისტორიებს დაეხმაროს ადამიანებს იპოვნონ გზა გამოჯამრთელებისკენ. სწორედ ამ მიზნით ქართულ YouTube სივრცეში პირველად გაჩნდა პოდკასტი, სადაც ყველასთვის ნაცნობი ადამიანები საკუთარ გულწრფელ ისტორიებს ყვებიან და საკმაოდ რთულ განვლილ გზაზე უზიარებენ საზოგადოებას გამოცდილებას. პოდკასტი გაბედე ამ ისტორიებს აერთიანებს, რომლის წამყვანის დღეს ჩვენი სტუმარია და საინტერესო უკვე უშუალოდ როგორია ამ გადაცემის პროდიუსინგის პროცესი, წამყვანი სტუმრებთან ურთიერთობა. სანდრო კაკულია ჩვენთან ერთად, ასევე რატი ერისთავი, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებს დღეს და საინტერესო იქნება თქვენთან საუბარი, მაგრამ მადლობას გიხდით. უნდა დავიწყოთ სანდროსგან, მაყურებელიც ხედავს ახლა იმ კადრებს, უკვე რამდენიმე ეპიზოდი გამოქვეყნდა და უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან ბევრი ნახვა ქონდა საკმაოდ მცირე დროში, რაც YouTube მაყურებლისთვის ისეთი უცხოა ხოლმე სჭირდებათ, რომ ახალ პროექტებს ესე შეეჩვიონ. გაბედე იყო გამონაკლისი ერთ-ერთი ბოლო დროის სადრო გილოცავთ პირველ რიგში ასე წარმატებას. ახლა რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, რომ არა საკუთარი გამოცდილება იქნებოდა ასეთი ეს პოდკასტი. მოკლედ პასუხია რომ არა, რა თქმა უნდა. პირველ რიგში მადლობა ამ გადაცემას თქვენ პირადად ყველას შესავლისთვის. ამ იმის რა ქვია, თემი დაინტერესებისთვის და რავი, გაბედეს ესე წარდგენისთვისაც. სიმართლე რომ გითხრათ, არც მე და რავი, გამოსავალში როცა გეგმავდით გაბედეს დაწყებას, ეს მოტივი საერთოდ არ გქონდა, რომ ძალიან პოპულარული ყოფილიყო და აი რაღაცა ყველას ელაპარაკა. პირიქით რაღაც ჩემი დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ არის ძალიან მოკრძალებული რა. მგონია რომ იმდენად რთული წარსულიდან მოვდივართ, რომ რაღაც ნოლი კომერციალიზაცია ვამბობდით, აი რაღაცა მხოლოდ ამ ადამიანების დახმარებაზე ორიენტირებული იყოს თქო და საბოლოო ჯამში ჩვენ და უნებურად გამოვიდა ეგეთი რაღაცა რა, ძალიან გავარდა მოკლედ რა. და ეგ აღმოჩნდა, რომ ჩემი გადმოსახედიდან მაგის მიზეზი არის ორი რაღაცა რა. ერთი, რომ ადამიანებს ყოველთვის აინტერესებთ ადამიანური ისტორიები, სამი შეიძლება იყოს. მეორე არის, რომ გაბედე დგას უმაღლესი დონის გულწრფელობაზე, ანუ არავინ არაფერს არ თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები შეიძლება მოვიდნენ აი რაღაც აი ამ ნიღბების გარეშე ამ გულწრფელობას და მესამე, ისეთ ტაბუირებულ თემაზე ვლაპარაკობთ, რომელზეც გავიზარდეთ, აი ჩუ არ ილაპარაკო, მეზობელმა არ გაიგოს, ბიძამ არ გაიგოს, ოჯახის წარმა, აი ძალიან ჩაკეტილობას და აღმოჩნდა, რომ ადამიანებს სწორიად ამაზე ხმამაღლა საუბარი რა და იმ ადამიანებსაც სწორიად, ვინც ჩვენი რესპონდენტები აღმოჩნდნენ და ხო აღვნიშნეთ, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც საზოგადოება კარგად იცნობს და ამ შემთხვევაში ეს ისტორიები შეიძლება უკეთესად მოქმედებდეს. ხო, როცა ნდობა გაქვს სიმპათია ამ ადამიანების მიმართ და ისინი გიზიარებენ ამ ისტორიებს, უფრო ესეთი მნიშვნელოვანი გავლენის მომხდენია. როცა ველაპარაკები ამ ადამიანებს რა, ზუსტად მაგაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ყველამ გამოვიარეთ საკუთარ თავზე და საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ გაჩუმების შედეგები. როცა ჩუმდები, როგორ გერევა,
ეს ამბავი და როცა ამაზე ღიად საუბრობ, როგორ ამარცხებ რა. ანუ დამოკიდებულება ნომერი პირველი იარაღი, რითაც შეგიძლია ებრძოლო, არის საჯაროობა. ხო და ადამიანებმა, რომლებმაც გაბედეს ამაზე საუბარი, ერთის მხრივ მუდმივად ყველას განცდა, რომ ამით ვეხმარებით სხვა ადამიანებს და ეს უდიდესი შეგრძნება, როცა იცი, რომ შენი ერთი სიტყვით ამ შენი საჯაროებით სხვას ეხმარები. მეორე არის, რომ საკუთარ თავსაც ეხმარები, ანუ ძალიან ორმაგი დატვირთვა აქვს ამ გაბედულობას რა, იმიტომ რომ ამაზე საჯაროდ საუბარი გმატებს პასუხისმგებლობას საკუთარი თავის წინაშე პირველ რიგში, რომ ამ პირობის დაცვაში გეხმარება და მეორე რომ აი ამ ვერბალიზაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა, რაღაც ბიოქიმიის დონეზე, როცა ამაზე ხმამაღლა ამბობ, რომ მე პრობლემა მაქვს, ამ მქონდა, ან მიჭირს ან რაღაცა, ამით შიგნით ამარცხებ ამ და რაღაც გარკვეული მარწუხი და თითქოს ათავისუფლებს საკუთარ თავს. მართალი ხარ, ანუ დამოკიდებული ადამიანები მუდმივად ცხოვრობენ შიში დამალუაში, ხო, რაღაც დანაშაულის შეგრძნებაში და ეს გათავისუფლებს, ხო? როცა პირველად იტყვი ჯერ რაღაც სხვა უფრო მცირე ჯგუფთან დასულ იმაში რა ქვია გარემოში, მე კიდე და ბოლოს უკვე აი ამ ხელა აუდიტორიის წინაშე ხვდები, რომ ანუ არაფერი არ მოხდა. ანუ არაფერი ისეთი პირიქით, აი ეს დანაშაულის შეგრძნება და ეს ტვირთი გეხსნება და რეინტეგრაციაში და აი ამ რეალურ ნამდვილ ახალ ცხოვრებაში დასაბრუნებლად სწორედ ხო გეხმარება, რომ ეს ამ ტვირთის გაშინება. და ეს არის ალბათ, რომ ეს ნამდვილი ისტორიები და გამოცდილება, რომელსაც უზიარებთ თქვენ და თქვენი სტუმრები, მუშაობს, ნამდვილად მუშაობს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება ახლა გადიან ამ რთულ პერიოდს, ან ფიქრობენ, რომ დროა დაიწყონ. ხალხი რო ნახოთ რა ხდება კომენტარებში, ანუ დედებიდან ცოლები აი არ არსებობს ოჯახის წევრი, ვინც არ იწერება, ვინც არ გლოცავს და რა ვიცი, ანუ როგორ შეიძლება რომ ამის მერე მიუხედავად იმისა, რომ ეხა ისევ გვიწევს ძალიან მძიმე რაღაც ამ მიმართულებით სოციალური კონტექსტი, გასათვალისწინებელი პოლიტიკური მათ შორის რაღაცა ისევ რაღაც ცოტა ამ რაღაც პოლიციურ რეჟიმში გადასული რომ მოხმარება ისევ კრიმინალიზებული ხდება, ამის მიუხედავად ამ ხალხს ძალიან ჭირდება ასეთი სივრცე რა, სადაც ამაზე საჯაროდ ლაპარაკობ და მართალი ხართ, რომ იქვე სულ ვცდილობთ, რომ პასუხი გავსეთ სხვადასხვა მიმართულებით, გადავამისამართოთ, დავეხმაროთ, უფასო ჯგუფებია თუ ფასიანი, რავი, ყველაფერს ვაკეთებთ მაგისთვის და ქუჩაში ძალიან დიდი ხანია, რა ვიცი, რაღაც ადამიანებს აი ეს არ გაუჩერებიო რა, შეიძლება ვიღაცა რომ ვეცნო ხოლმე, რაღაც ამ ფოტო გადაიღოს, ეხლა მაჩერებენ ადამიანები რჩევისთვის რა, ქუჩაში, აი რაღაც დედები, ვიღაც ბებიები მლოცავენ და რავი, აი მივდივარ როგორი დამოხტოლი, იცი, აი არ ვიცი, ეგეთი ემოციები, აი არ ვიცი რას მოაქვს. ხო, ეს ძალიან სასიამოვნოა, სანდრო, ნახე, რაღაც პერიოდი ამ თითქოს მოშვებული იყო ზეწოლა ამ დაგვარ ცხოვრებაზე დამოკიდებულ ადამიანებზე. გულისხმობ იმას, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებზე თითქოს ცხოვრებამ კი არა, კანონმა კი არა, სახელმწიფო თითქოს მოუშვა. და ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა იმ თვალსაზრისით ცუდი, რა თქმა უნდა, რომ ვიღაცა უფრო მეტად დაინტერესდა. შეიძლება ესე ყოფილიყოს, მართალს ვამბობ? ეხა რამე ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერული თუ რაღაც კვლევითი ის არ მიჭირავს, რა ქვია, დასკვნა ხელში და ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ მან ცუდი მოხდა, მეორე მხრივ კარგი მოხდა, რატო? ისე ზუსტად მაგ პერიოდში ბედავენ ადამიანები ამაზე საჯაროდ ლაპარაკს. როცა მე არ მაქვს შიში რომ მე ამისთვის დამსჯიან, მაშინ შემიძლია ამაზე მშვიდად ვილაპარაკო და გამოჯამრთელების, საერთოდ რეაბილიტაციების, აი ეს რაღაცა ტრენდი და გამოჯამრთელების ახალი ეპოქა ზუსტად მაგ მშვიდობიან პერიოდში დაიწყო, როცა ქუჩაში რაღაც შარდის ანალიზებით არავის აღარ დაძდებდა. მივხვდი და ჩანაცვლები თერაპიები მუშაობდა კარგად და სასწრაფოს რო იძახებდნენ ამ ზედოძილების შემთხვევაში პოლიცია აღარ მიდიოდა. ეხლა ეს ყველაფერი ისევ შეიცვალა, ძალიან სამწუხარო. ხო და აი მთელი კიდე ერთხელ ვამბობ რა, როცა
შენ ჩვენ მოვდივართ აი ამ რაღაცა პოსტკომუნისტური თუ კომუნისტური წარსულიდან, სადაც ლოთი, ნარკომანი, მოთამაში არის ცუდი ადამიანი, აი უკვე ცუდია. და ვიღაცა შეიძლება კრიმინალი უფრო კაი ტიპი იყოს რა, რაღაცა ცოტა ქუჩის ბიჭი, მაგრამ ლოთი უფრო ცუდი. მაგ წარსულიდან მოვდივართ რა. სადაც მოხმარება იყო რაღაცა სისუსტის გამოვლინება, ხო? და ძლივს რაღაცა ეს ყინული დაუძარით, დამოკიდებულებები შეიცვალა, ადამიანებმა საჯარო დაიწყეს ამას ლაპარაკი და საჯაროობას მოყავხარ გამოჯამთელებამდე რა. ეხლა დედა რო აღარ მალავს შვილის ამბავს, ხო? ეხმარება რომ წაგიყვანო ეუბნება და ის არის რა ქვია, რაც არ უნდა მოხდეს მოკლედ ეხლა გარეთ არ ვიცი პოლიტიკური თუ სოციალური გადაწყვეტილება არის, ჩვენ ამ პროექტს ვაგრძელებთ, იმიტომ რომ ადამიანებს დავეხმაროთ რა. და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ხო აი ხსაში მოვდიო ჭეშმარიტებამდე მიდიხარ მაინც ყველა გინდა არ გინდა საუბარში რატის ისტორია გვაინტერესებს რატის ისტორია იმიტომ რომ აი რატის შემთხვევაში გზაში ვეკითხებოდი და აღმოჩნდა რომ აი ოჯახი როგორ დაუდგა გვერდში ესეც არის მაგალითი იმის რომ აი როცა კლიმატი ეგრეთ წოდებული არის რა ქვია მშვიდობიანი რა და მე უფრო უადვილდებათ ოჯახის წევრებს რომ გადადგან ნაბიჯი რომ თავის ადამიანს გვერდში დაიწყო პირველ რიგში აღიარონ ხო ალბათ აღიარება ხო ხშირად საუბრობთ რომ პირველი ეტაპი არის ალბათ ჯერ საკუთარ თავთან მაგრამ ის რომ საზოგადოებამაც აღიაროს იგივე იმ მიკროსოციუმმა მშობლებმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა რომ რეალურად ამ ადამიანს პრობლემა აქვს და მოდი ვიფიქროთ როგორ დავეხმაროთ და არა დავმალოთ ხო აი რატი შენი გამოცდილება ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ ვიცით რომ ამ პრობლემას უკვე აღარ აქვს ასაკი იმდენად მასშტაბურია და არც მხოლოდ საქართველოს რომ არ ფარავს ამაზეც ვისაუბრეთ შენ შემთხვევაში როგორ მოხდა ეს აღიარება როდის დაიწყო პირველ რიგში საკუთარ თავთან რომ ამაზე გინდოდა უკვე საუბარი და საინტერესოა საზოგადოების მხრიდან როგორი ეტაპები გაიარე მათი მხრიდან დამოკიდებულება გამარჯობათ მოგესალმებით პირველ რიგში ესე იგი აღიარებას რაც ეხება ძალიან რა ვიცი პირველი თამაში შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში დაახლოებით 14-15 წლის ვიყავი ალბათ და ასაკის მატებასთან ერთად იქ დაემატა რაღაც ნივთიერებები ალკოჰოლი და სულის განცდა მქონდა რომ ჩემით მოვახერხებდი ან თავიდან პრობლემა რო იყო საერთოდ ვერ აღვიქვავდი იმიტომ რომ რაღაც ძალიან საერთო ის იყო რა თავიდან გართობით იწყება და მე უკვე რო კარგავს აი ამ გართობის ელემენტს და რო აღიქვამ რომ ამას გააკეთებ თუ არ გააკეთებ მაინც ცუდად ხარ მანდ უკვე ჩდება ის რომ შემთთვის ძალიან საზიანოა ეს მაგრამ ხო აღიარებით ბევრი წელია სხვათა შორის ვიცოდი რომ რაღაც ისე არ იყო იმიტომ რომ რაღაც უნებისყოფობაზე გამყავდა რომ აი რანაირად ვერ ვახერხებ რომ ამ პრობლემას ეს პრობლემა გადაუჭრა რა იმიტომ რაღაც წარმოდგენა გაქვს შენ თავზე ერთი რაღაც ტრაგედია მოხდება მეორე მოხდება და იმედი გაქვს რომ და გჯერა მართლა რომ შენ გავმკლავდები მაგრამ და შენ არ შეგემთხვევა ხო და შენ არ შეგემთხვევა სხვები შეიძლება რაღაც სხვანაირები არიან მაგრამ შენ უნდა მოვაგონო ხო და ამის გულწრფელად გჯერა და მეც მჯეროდა სულ რომ ჩემით მოვახერხებდი და გიცდია კი ძალიან ბევრჯერ მიცდია წარმატებითაც ყოფილა მაგალითად თამაში ერთი პერიოდი ყოფილა 5 თვე ოღონდ ეს არ იყო ეს იყო უფრო თავშეკავება რა კბილებით რო გიჭირავს ასე ვთქვათ თავშეკავებაში რო ხარო აი ყველანაირი რესურსი იმაში დებ რომ უბრალოდ არ მოიხმარო არ ითამაშო არ მოწიო რა ვიცი რაც იქნება და ეს გამოჯამთელებასთან უბრალოდ თავშეკავება არანაირი კავშირში არ არის ამ გამოჯამთელების პროცესში რაც ჩავერთე ეხლა პოსტრეაბილიტაციის ეტაპი მეორე ეტაპი დავამთავრე ეხლა უკვე პროგრამას გადიხარ გამოსავლის რეჰაბში ვიყავი კოჯორში 3 თვე იქ დავხურე და ხვალ ვამთავრებ მეორე ეტაპის პოსტრეაბილიტაციის 3 თვიანია და მაგას ვამთავრებ. აი, როდის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იგივე ჩვენ ხო არ ვსაუბრობთ როგორია მე ყოველი მომდევნო დღე ამის გარეშე, ხო? სირთულე ახლავს ამ პროცესს. იგივე ის რომ უნდა იყოს საზოგადოებისგან რაღაც კუთხით მაინც იზოლირებული, იმიტომ რომ კომფორტის ზონა უკვე დაკარგული გაქვს, რომელშიც ადრე იყავი და გეგონა რომ ის იყო კომფორტის ზონა. აი, როგორი იყო ეს პერიოდი, თუ შეგიძლია ამაზე საუბარი, რომ ეს მარტივი პროცესი არ არის, თუმცა შესაძლებელია. თვითონ რეაბილიტაციის პერიოდი? ხო, მე ჩემი გამოცდილება ეგეთი იყო, რომ
ჩემმა ოჯახმა დამომაწოდა ინფორმაცია ამის შესახებ და რაღაც ეს პრობლემა რომ თავიდან დადგა, ანუ ძალიან დიდი ხანი სულ ერთი და იგივე პრობლემა მქონდა, რომ მალავდი, შემდეგ გასკდებოდა ეს ამბავი, შემდეგ თავიდან და ერთ-ერთი ესეთი ბოლო შემთხვევა რომ მოხდა, რაღაც ვარიანტებიდან, რომელიც შემომთავაზეს, ეს იყო დღის ცენტრი, რომელიც ასევე გამოსავალს აქვს, რეჰაბი. ნუ ეგრევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ რეჰაბი გამეარა, იმიტომ რომ მე თვითონ ძალა იმის აღარ მქონდა და ეგეთი რაღაც სურვილი იყო, ხო, შენი მხრიდან დიდი, რომ ეს სურვილი ძალიან დიდი იყო და ეგეთი წინადადება იყო, რომ გავიგე მე მეგობრებსაც ვკითხე, რომ უბრალოდ მოგვენდე, შენი სურვილი დიდი უნდა იყოს, იმოქმედე, იქ რასაც ვაკეთებ და შედეგები თავისით მოვა. და ჩემი იქ ყოფნის პირველ კვირაშივე დაახლოებით 10 დღეში ისეთი შედეგები დავინახე უკვე თავზე, რომ ნდობა ძალიან დიდი გამიჩნდა, რომ იმ მინიმალურ ვადაშიც კი ეს რაღაცეები უკვე მუშაობას იწყებდა. რატი სანდრომ ისაუბრა დებიო, ბებიები წერენ, ხვდებიანო, მეფერებიან მლოცავენო. და ჩვენ დღეს ხო საუბრობთ დამოკიდებულებაზე, ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია, ხო ცალკე მისი ცხოვრება მართლა რადიკალურად არის შეცვლილი, მაგრამ გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრებაც ხო ვიცით არა, ამ დროს როგორი რთულია. როგორ შეხვდა თქვენი ოჯახი, როცა გაიგო ამ დამოკიდებულების შესახებ, იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ, რომ ვმალავდიო ხო რაღაც ეტაპზე და მაგრამ მაინც გამოვარდებოდაო ამაზე ინფორმაცია და როგორ შეხვდა მე როდესაც გამოჯანმრთელების გზა აირჩიეთ. ხო, გამოჯანმრთელების გზა როცა ავირჩიე, ნუ მანამდე რომ თქვა, სიმართლე გითხრათ, არც მახსოვს იმდენად დიდი ხნის წინ იყო ეს, ანუ თავიდანვე გაიგეს, მაგრამ ეს მე იმის ილუზიაში ვიყავი, რომ ამას რო ვაგრძელებდი, ამას არ ვასაჯაროებდი, ანუ სახლში არ იცოდნენ, თითქოს ყველაფერი მოგვარებული იყო და რამდენიმე თვე ან წელი რაღაც გავიდოდა და შემდეგ ისევ გასკდებოდა და ნუ ერთი და იგივე წრეზე სიარული იყო რა, ეს არაფერი არ იცვლებოდა. და რეაბილიტაციაში წასვლის მერე რაც ჩამოვედი, იმიტომ რომ იქ რო ვიყავი, ანუ ძირითადად კონტაქტი არ გაქვს პირველ ეტაპზე, პირველი ერთი თვე და დააპირე წასვლა რა უთხარი, სად მიდიოდი? თვითონ ხო, აი ეს მინდა რომ თვითონ შემომთავაზეს, ერთად დავჯექით ოჯახის წევრები და ყველა შევთანხმდით, ჩემი სურვილიც იყო, მათი სურვილიც იყო, რომ ესეთი გზა არსებობდა. ჩემი დაც იცნობდა ადამიანებს, ვისაც გავლილი ჰქონდათ და ძალიან კარგად გზნობდნენ თავს და აი ამ მაგალითებით და რაღაც ახალი გზით, მოკლედ გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ეს რეჰაბი იქნება. მაგალითები ანუ მუშაობს. ეს ბოდიში, ეს გზა რას თქვენ აიჩიეთ, ოჯახის დამსახურებაა? რა თქმა უნდა, ოჯახის ხელშეწყობა რო არ ყოფილიყო, ფიზიკურად არ გამოვიდოდა. მაგრამ სურვილი ხო იყო შენი მხრიდანაც, რომ წასულიყავი ამ გზაზე, შემოთავაზებულ გზაზე გევლო, იმიტომ რომ თითქოს და შველა ქონდა მაინც სადღაც გონებაში ოჯახის წევრებიდან. ესე იყო თუ არა? ხო, აქ ჩემი აზრით წარმატებით რომ დაიწყოს ეს პროცესი და გამოვიდეს, ამ ორივეს კომბინაცია არის საჭირო. შენი სურვილიც ოჯახის დახმარებაც, როგორც პირველ ეტაპზე, ასევე შემდეგ გამოსვლის მერეც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს იცი ამას რატომ გეკითხებით ახლა, რამდენი ოჯახი გვიყურებს ეს პრობლემა, რომ ვერ გადაჭრა. რაში არის, როგორ ფიქრობთ, რაში არის დამნაშავე ოჯახის წევრი? როცა აკვირდება თქვენს დამოკიდებულებას. აი, ჩვენ ხო წარმოგვიდგენია, რამდენ ოჯახში შეიძლება ეს სანდრო ისმოდეს კარგი რა, ეყოფა რა ვერ დაასრულე. რა ვიცი, მე ყოფილ ვარ მოწვე მაგალითად აი ასეთი შეძახილების, რომელიც პირველ რიგში აი ხო ეს გამოცდილება ხო შენც გადატანილი, თუ შეიძლება რომ გითხრა, ასეთი ტიპის ერთგვარი საყვედურის ტონში ნათქვამი წამოძახილები, როგორ მუშაობს გადაწყვეტილებაზე? ცუდად, ერთმნიშვნელოვნად ცუდად, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ არავინ დამნაშავე არ არის. მაშინ როცა არ გაქვს ინფორმაცია და ცოდნა, დანაშაულად არ ითვლება.
ეს ადამიანები ასე იმიტომ იქცევიან, რომ არიციან. და ესე არის უმეტესობა. ანუ მათ არ აქვს ცოდნა, როგორ უნდა მოიქცნენ. აი ხა ძალიან ბევრი წერს და მომდევნო ეპიზოდები სწორედ თანადამოკიდებულებაზე იქნება, სადაც ცოცხალ მაგალითებს დედებს და მეუღლეებს მოვიწვევთ, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულები და თანადამოკიდებულებსაც თავისი პროგრამა აქვს გამოჯამრთელების. იმიტომ რომ გამოჯამრთელება ეგეთი რაღაც სიმბიოზი ამის გარეშე რეაბილიტაციიდან დაბრუნებულ ადამიანს თუ იგივე ხდება ოჯახში ის ოჯახური გარემო ხო ეს ძალიან სუბუქად ვთქვა რომ ხელი შემშლელია თორე ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანები შეიძლება დაუბრუნდნენ მოხმარებას ზუსტად იმიტომ რომ მისი საყვარელი ადამიანები ანუ ის გარემო რომელშიც ისინი ცხოვრობენ იქ არავინ არ ჯამრთელდება თუმცა ამის ვალდებულებას არავის არ აქვს რა დამნაშავედ რომ იგრძნო თავი აი ამ პროცესში რა ნაწილი უკავია აი ეგ ძალიან დანაშაულის განცდა ისედაც მთელი უბედურება ამ დანაშაულის შეგრძნებას მოყვება და არავინ ისევ ამბობ თუ განზრახ არ აკეთებს რაღაც ძალიან უნდა გძულდეს ადამიანი რომ საშინელება უთხრა მაგრამ ის არის რა ქვია აი დედები რომლებიც ჩვენთან ჯგუფებზე მოდიან ან ინფორმაციას ეცნობიან პროგრამაში არიან ჩართულები პირველი მეორე იმის მერე როგორ იცვლება იცით ამ ეს ადამიანების ხვდებიან რომ ანუ წარმოვიდგინეთ რაღაც საშუალებები არ იცოდნენ სხვანაირად ექცეოდნენ და უცბად იგებენ რომ რამხელა მნიშვნელობა აქვს რომ რაღაც აი ორი სიტყვის კომბინაცია სხვადასხვანაირად გადაალაგებ და უკვე შეიძლება რომ ამ ძალიან პოზიტიურ შედეგზე გავხდეთ. ალბათ რთულია რომ ეხა ეს პროცესი ჩვენ მოვყვეთ და რა ეტაპებს მოიცავს, მაგრამ აი მარტივად რომ ავხსნათ დაახლოებით როგორ სავარჯიშოებზეა საუბარი. ეს დამოკიდებულება როგორ იცვლება. ადამიანებს ასწავლით გამოსავალში რომ თქვათ ესე უნდა დაელაპარაკო და ესე არ უნდა მიუჩითო. ანუ ზუსტად ეგრე არსებობს რაღაცა წესები, რომელსაც თანადამოკიდებულებს რაღაც შეხვედრის მერე ატანენ, რა შემთხვევაში როგორ უნდა დაელაპარაკონ, როგორ არ უნდა დაელაპარაკონ. და ეს არის რაღაცა რა, აი 10 წლეულებით გამოკვლეული, დადასტურებული რა მუშაობს და რა არ მუშაობს. ამას გარდა თვითონ თანადამოკიდებულებს აქვს თვითონ იკრიბებიან, თვითდახმარების ჯგუფებს ატარებენ და აი უფასოა, სადაც ხდება გადამისამართება, დედები ერთმანეთში ცვლიან ამ გამოცდილებას, დედებს ისევ ამოთორენ, ოჯახის სხვა წევრებიც არიან და ხო და ნიშნულოვანია კიდე ერთხელ ვამბობ რა რომ საზოგადოება ხო შედგება ოჯახის აი ამ რო წარმოვიდგინეთ ერთი ოჯახი მთელი ქვეყანა ვართ ეგ რა ხო და აი ჩვენ დავიწყეთ რაღაც აი როგორც შეიძლება ოჯახის წევრებმა შვილებმა და ვიღაც მეუღლეებმა ეს დავიწყეთ ეხა ჯერი არის მე თანადამოკიდებული ადამიანის და ნელ-ნელა ეს რაღაც გვინდა რომ გადაეცეს ყველას აუ ერთ რაღაცას დავამატებდი თქვენ თავში რო თქვით დამოკიდებულება და მხოლოდ ნივთიერება ახსენეთ ანუ როგორც ახლა რატი თქვა რა აქ შედის სხვა დამოკიდებულებები მარტო ნივთიერება არის ალკოჰოლიც არის თამაში და ასე შემდეგ ხო და ამის ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებულება ხო ზიანი შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს ფიზიკური ისე სანო რესპონდენტების მოწვევა დათანხმება გიჭირს ხოლმე საზოგადოებაში მაინტერესებს რამდენად არიან მზად ამაზე ღიად ილაპარაკონ ხა ის ადამიანები ვინც უკვე ნახეთ ჩვენს ეკრანზეც ხო მეტნაკლებად ვიცით რომ აქვთ ამის მზაობა გვიზიარებენ თავის ისტორიებს და მართლა სამაგალითოა მაგრამ აი როგორი სიმართლე რო გითხრა უფრო სულს მოველოდი და აღმოჩნდა რომ ეგრე არ არის რა თქმა უნდა პირველმა ადამიანებმა ეს რაღაც ყინულის მჭრელის როლი ვიცი თამაშა და პირველები გამოვიდნენ ამით მეტი გამბედაობა შეძინეს რა თქმა უნდა მომდევნო სტუმრებს მაგრამ არ არის ეგრე რა საქმე რა ანუ იმიტომ რომ ყველა მიხვდა რომ ამის დამალვა მხოლოდ და მხოლოდ ისევ პრობლემის გაღრმავებას ეხმარება რომ წარმოვიდგინოთ რაზე არის ლაპარაკი რა რატო არის ეს გავედა ეგეთი მნიშვნელოვანი და ამაზე საჯაროდ ლაპარაკი რა აი ფიზიოლოგიურად წარმოვიდგინეთ იზოლაციაში მყოფი დანაშაულის შეგრძნებით აი ეს რაღაც აკვიატებული მე ვარ ცუდი ეს ყველა დამოკიდებული მოხმარება საკუთარ თავს ამას ეუბნება რომ და მაგიტომ იზოლირდება რომ მე ცუდი ვარ რაღაც დამნაშავე ვარ რაღაცა ვერ შევძელი ცუდს ჩავდივარ სხვებს ვაწყენინე და ამ ადამიანის კორტიზოლის დონე არის მუდმივად აი პიკში რა ხო და საჯაროდ საუბრის დროს
ვიღაცასთან ამაზე გაზიარება, ვიღაცისგან მხარდაჭერის მიღება, ჩახუტება, ან ყველაფერი კარგად იქნება, დამშვიდება, ერთი შეხება, ამ კორტიზოლის დონეს წერს და ოქსიტოცინი გამომუშავდება, რა, რომელიც აი რაღაც ამ. და წარმოვიდგინეთ, რომ აი ეხლა მე ეგრე უყურებ რა, რომ აი ამ მსგავსი საჯაროობით, ხო, აი ამ რაღაც ძალიან ტოქსიკურ საზოგადოებაში, ამ ბჭყალებში გადატანითი მნიშვნელობით ოქსიტოცინის რაღაც დოზას ვუშვებთ რა, აი ამ საჯაროობით, რაც გაბედი აკეთებს, ან ადამიანები, რომლებმაც გამოსავალში გაიარეს და შეუძლიათ ამაზე საჯაროს ლაპარაკი, რასაც ეხლა რატი აკეთებს. და აი ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი, რომელიც რეაბილიტაციას ძალიან ეხმარება და მთელი ცხოვრების მადლიერი ვიქნები 12 ნაბიჯი სრულიად არაკომერციული უფასო პროგრამა არის. იქ მთელი მუღამი და მთელი საფუძველი რაზეც დგას არის ეს ერთობა და ეს ჩახუტება რა, მე ეგრეა მართლა ეხუტებიან ადამიანები. და აი ამ ერთობაზე რა, იმიტომ რომ ამ საზოგადოებაში დასაკარგი და გასარიყი ადამიანი ძალიან ცოტა მივართ ისედაც. რა თქმა უნდა არა, ხო, მაგრამ ახლა რატის დაუსვავდი ამ კითხვას და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გახდებოდა იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა ამ ბრძოლაში შედის და უნდა რომ თავი გადაერჩინოს, თვითონაც უნდა რა თქმა უნდა, რა ჯობია ამ შემთხვევაში რეაბილიტაცია გავიარო, სრულ იზოლაციაში გავერიდო ყველაფერს და რაღაც თუ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რეაბილიტაციის მეთოდი არსებობს, ხო? ხო, ინდივიდუალური რომელი მიშველის მე. მაგრამ მე მაინც მგონია რომ იზოლაცია გავერიდო, ჩავიკეტო კი არა სხვაგან, მაგრამ იქ მივიდე, იმ სახლში შევიდე, სადაც მომაშორებს სხვა რაღაცა კიდე ფიქრებს, სხვა ჯობია თუ არა. რომ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც ახლა ამაზე ნაბიჯი უნდა გადადგას. კი, ჩემი აზრით და ჩემი გამოცდილებით ეს იზოლაცია ისე არის ეს გარემო მოწყობილი, რომ მთელი რესურსი შენი იხარჯება მაგ პრობლემაზე მუშაობაში. იქ ანუ არ არის ტელეფონი, რამაც შეიძლება მოგწყვიტოს და ყველა სესიები თუ ტრენინგები რაც იმართება გაღვიძებიდან დაძინებამდე მაგ პროცესში ხარ და იმ დროში რასაც იქ ატარებ ხო ისეთი პროცესები მიმდინარეობს, ფსიქიკა მშვიდება, დავალებებს წერ, იხსენებს წარსულიდან რაღაც შენ მაგალითებს და ეს ყველაფერი გეხმარება რომ მაქსიმალურად ეს პროცესები კარგად წარიმართოს. და უფრო კონცენტრირებული ხარ, რა თქმა უნდა, ცოტა დახურულ სივრცეში რაღაც პერიოდის გატარება გამოჯამრთელების პროცენტულობა ზრდის რა, რომ რადგან კონცენტრირებული ხარ. ვიღაც ადამიანებს თბილისშიც გამოსდით, ვიღაცები შეიძლება რაღაცა 1-2 მისვლითაც ძლიერი ფსიქიკის დამოკიდებული ადამიანები უფრო გააჩნია წარსულს, მოხმარების გამოცდილება როგორია, ზიანი როგორია ორგანიზმისთვის. ვიღაცა შეიძლება გზელოდიან დეტოქსი ჭირდებოდეს, წამლების მას ხანდახან არის ორმაგი დიაგნოზი, ანუ ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ ჩვენი გამოცდილება და მსოფლიო გამოცდილება ანახებს, რომ დახურულ, ნახევრად დახურულ დაწესებულებაში რაღაც პერიოდის გატარება აი ამ სიმშვიდის მოპოვებაში უფრო სწრაფად გეხმარება რა. ხო, ესე იგი ხო, სწორად ვიფიქრე. მე გაბედეს რამდენიმე ეპიზოდი ვნახე გუშინ. მანამდე მხოლოდ ფრაგმენტების დრო მქონდა. ეხლა გადაცემისთვის რომ ემზადებოდი უფრო. მოვინდომე და ეს გულახდილი საუბრები ჩემთვისაც კი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი 7 წლიანი ისტორიის მანძილზე ამ გადაცემაში არაერთხელ ვისაუბრია ამ თემაზე და ყოლია ეს სამაგალითო ადამიანებით სტუდიაში სტუმრად, ვინც ამ რთული გზის გავლის პროცესში გულახდილად ყვებიან თავის ისტორიას. მაგრამ მე ახლა სხვა კითხვა მაქვს შენთან. ჩვენს დროში, როცა პოდკასტი, ტელეგადაცემები, ზოგადად მედია ასე აქტიურად ცდილობს ხმამაღლა ისაუბროს ტაბუდადებულ თემებზე. მარტივდება ინფორმაცია და გამოცდილება გაიზიაროს სხვისი. შენ რა გზაც გინდა გაიარო ის რომ გადის უკვე და ისმენ მისგან, მაგრამ სანამ პოდკასტ დაიწყებდი, შენც ეს გზა რო გაიარე, რო გაიგებდი, რომ ვიღაცამ რეაბილიტაცია გაიარა და კარგად გსდობს ახლა თავს. გიჩდებოდა სურვილი მოგესმინა მისი ისტორია, იც ვთქვათ რაღაც არ ვიცი, კონტაქტი, კითხვების დასმა, გამოკითხვა.
მე გადამარჩინა ადამიანმა, რომელმაც გამოსავალი დააფუძნა. თვითონაც იგივე პრობლემა ჰქონდა და ქუჩაში შემხვდა შემთხვევით ჩემს მეგობართან ერთად ბევრი წლის წინ. და აი 10 წუთიანი გასაუბრების მერე ამ ბიჭმა ისეთი რაღაცები მომიყვა, მე რაღაც ისრაელში გავიარეო რაღაცები, მაშინ საერთოდ არ არსებობდა გამოსავალი. და სულ ვიხსენებ მაგ ამბავს, რომ აი სადაც ვაკის, არაყიშვილის და ფალიაშვილის კუთხეში ვიდექი და ბრეზო ღოღობერიძე ჩემზე რაღაცა ბევრი წლებით პატარა ბიჭი მელაპარაკებოდა რაღაც მდგომარეობაზე, სიმშვიდეზე და კარგად ყოფნაზე და იმდენად აი თვალებში ვუყურებდი და ის კი არა რომ მართალს მეუბნებოდა, აი კარგად ყოფნა დავინახე მის თვალებში. აი ეგეთი რაღაცა, ესე მახსოვს რა. და იმ დღეს რომ გამოცდილება იმდენად გადამდებია, რომ უფრო ადვილად იწყებ შენ ამ გზას. ხო, იმიტომ რომ ეს ძალიან ის არის რა, თვით შენი თავი რომ დაიდენტიფიცირო, სხვასთან გჭირდება რომ შენივე გამოცდილების ადამიანმა გითხრას ეგ. ექიმი რო გეუბნება, არ გჯერა. მღვდელი რო გეუბნება, ნაკლებად გჯერა. ფსიქოლოგი რო გელაპარაკება, აი სკიცი, მაგრამ თლამთ არ გჯერა. აი, მაგრამ შენაერი ადამიანი ჩვეულებრივი რო გელაპარაკება, ამის ნდობა ეგრევე გიჩნდება. ეს პროგრამა და ეს გაზიარება, ეს ერთობა მაგაზე დგას, რომ ერთი დამოკიდებულ ადამიანს როგორ შეუძლია რომ დაეხმარო სხვა დამოკიდებულ ადამიანს, ამას არ მოეპოვება, სხვა პრეცედენტი არ არსებობს. ანუ ყველა შეუძლია, მაგრამ ასე ძლიერად სხვა ვერ ხმარობს. და რეალურად ის ფაქტი, რაც შენ გადაგხდა, ახლა ხდება უკვე სოციალურ სივრცეში, ხდება YouTube-ზე, Facebook-ზე და სოციალურ სამყაროში მიდის, ხო, ამ გაზიარების პროცესი. აი, იცი როგორ არის? თითქოს მეც ისევე როგორც რატი, აი, ყველას მე გვიჩნდება ეგ რაღაც შინაგანი ვალდებულები შეგრძნება, რომ რა გამოცდილებას მე ერთხელ ვიღაცა მომცა და როგორც მე ვიღაც დამეხმარა, ეხა ვალდებული ვარ რომ ეს სხვას დავეხმარო. და აი ამით ჩვენ ეხა სხვებს ვეხმარებთ რა. ძალიან რა საინტერესო დროში ვცხოვრობთ, რომ ტექნოლოგიები და სოციალური ქსელები ამის საშუალებას იძლევა. მაგარი ეპოქა, ეს პოდკასტების ეპოქა. უნდა ვაღიაროთ და გაცნობიერებებს, რაღაც ისეთ გაცნობიერებებში ვართ ყველა ოღონდ რა. გამიჩნდეს ასეთი გულწრფელი, როცა გამოდის პროდუქტი, იმიტომ რომ მართლა ყველა აღნიშნავს, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი პროდუქტი, რაც კი ბოლო პერიოდში ამ სივრცეში გვინახავს. მადლობა თქვენ. თან ადამიანებს რო ეხმარებით ისეთებს, რომლებიც ისმენენ და ამაზე ცდილობენ რომ გადავიდნენ მერე სხვა ეტაპზე და სხვა ცხოვრების ჯანმრთელობით. სანდრო კაკულია, რატი ერისთავი იყო ჩვენი სტუმრები და დაგემშვიდობათ.